ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორია. იცით თუ არა, რომ არსებობს ერთ-ერთი სპეციალური საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ამ იდეას ემსახურება. ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია გაერომ 2006 წელს მიიღო, რომელიც ძალაში 2008 წელს შევიდა. საქართველოს კონვენციას 2014 წელს შეუერთდა. კონვენციის მიხედვით შეზღუდულ შესაძლებლობას განაპირობებს პირის ჯანმრთელობის გრძელვადიან დარღვევებთან ერთად სხვადასხვა დაბრკოლებები. ამ ორი ფაქტორის ურთიერთქმედება ზღუდავს პირის სრულ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვებთან თანასწორად. კონვენციის სტანდარტია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩართულნი უნდა იყვნენ კანონებისა და პროგრამების შემუშავების პროცესში. კონვენცია ხაზს უსვამს, რომ აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ ძალადობა და მათი ექსპლუატაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონვენციის მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს და გოგონებს უნდა ჰქონდეთ განვითარებისა და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა. კონვენცია გვავალდებულებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეიქმნას თანაბარი შესაძლებლობები. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, როგორც ყველა სხვა ადამიანს, საშუალება ჰქონდეთ მიიღონ სამედიცინო მომსახურება და განათლება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ საცხოვრებელი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები უნდა იღებდნენ იმ მომსახურებებს, რაც მათ სჭირდებათ სხვების თანასწორად ცხოვრებისთვის. კონვენცია შექმნილია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და უფლებადამცველი პირთა აქტიური ჩართულობით. გაეცანი კონვენციას, იცოდე და დაიცავი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.